მორიგი ბრალდება და ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობას ეფასდება თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა. ხიდაშელი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის. ნინი გოგიშვილი გვეტყვის უფრო მეც თემაზე. როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს სანქციების გვერდისავლაში? ეს არის ხიდაშელის დოკუმენტის სათაური და მთავარი დასმული კითხვა, რომელზე პასუხსაც ამ დოკუმენტში ვერ ვნახულობთ, რადგან მთავარი მტკიცებულება და არგუმენტი ხიდაშელს აქვს წარდგენილი ისეთი ინფორმაცია, რომელიც ისედაც საჯაროა, ანუ ვიზიტები და სავაჭრო ბრუნვა, ასევე მნიშვნელოვანი დეტალი არსებული ინფორმაციით ეს ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე უკვე გააგზავნა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ანგარიში თინა ხიდაშელმა ჯერ კიდევ 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის ფარგლებში წარადგინა, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ოპოზიციის მოკავშირე ჯო ვილსონი და განიხილავდნენ მათ შორის ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს. თუმცა როგორც ჩანს, ხიდაშელის ამ ანგარიშმა და წარდგენილმა კომისიის ფარგლებში შედეგი ვერ გამოიღო და ახლა გადაწყვიტა, რომ ეს ანგარიში გაუგზავნოს სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით ხიდაშელთან დაკავშირებას, თუმცა ის ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას. თინა ხიდაშელის ეს დოკუმენტი უკვე შეფასდა მორიგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად და ნაბიჯად, რაც მართველი გუნდისთვის, მათ შორის მთავრობის მეთაურისთვის გასაკვირი არ არის, რადგან ესეც არის მორიგი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევიან უცხოური აგენტურას საქართველოში და როგორ ცდილობენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, დღეს გახარიას პარტიაში გაუჭირდათ ხიდაშელის ანალიზის დადასტურება და თქვეს ის, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი. დასმული კითხვის საპასუხოდ კი თქვეს, რომ ვიზიტები, სავაჭრო ბრუნვა, რაც ისედაც მათივე განმარტებით არის ოფიციალური და საჯარო, არ არის იმის მთავარი მტკიცებულება, რომ საქართველო ირანულ კომპანიებს სანქციების გვერდისავლაში ეხმარება. ჩვენთვის ვაჭრობა კი არ არის პრობლემა, რა ქვეყანაც არ უნდა იყოს. თავარი არის ეს ეკონომიკური ურთიერთობა ისე წარიმართოს, რომ არ ამოვარდეს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოდა. რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს. თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატებისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე ეს ანგარიშები, რა თქმა უნდა, არავის გვიგერს, რაც შეეხება სპეკულაციებს, იგივე ვიზიტის თემით, ხო? თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ხო, ეს არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები ჩადიან. არაფერი ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამის მტკიცება უკვე საჭირო აღარ არის. იქაც ნახავთ თქვენ, რაც გააგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტში, იქნება წყალწყალა, სტრუპენტელური ნარატივებით სავსე დოკუმენტი და არავითარი მტკიცებულება. ის იცინებებს ალბათ თავის დროზე კეთილს და აუხსნის ქართულ საზოგადოებასაც და იმ საერთაშორისო საზოგადოებასაც და ამერიკელებსაც, რასაც ეყნობა, როდესაც ასეთ დეзинფორმაციას ავწერებს. თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან. ერთი მსხვილი კარგია, იმიტომ რომ მოხდეს ამ ადამიანების კიდევ ერთხელ ილუსტრაცია და საზოგადოებამ დასკვნა გააკეთოს და შეფასება გააკეთოს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ამ ადამიანებს მიუჩინოთ საკუთარი ადგილი. ამ ადამიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასოდეს არ ექნებათ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება. თინა ხიდაშელის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქამდეც ყოფილა, რა მიზანს ემსახურება ტაივანიდან მიღებული დაფინანსება. ამ დრომდე არც ორგანიზაციას და არც თინა ხიდაშელს პასუხი არ გაუწია. პარალელურად მუშაობენ ისეთ დოკუმენტზე, რომელიც მართველი გუნდის განმარტებით მთავარი მიზანი არის ქვეყნის იმიჯის შელახვა.